და ტკივილიანი დილა, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. დღეს 9 აპრილია. პოლიტიკური გაკვეთილები, ავტობიოგრაფიული ელემენტებით აღწერილი ეროვნული მოძრაობა. დარიალის თამარ მეფის სახელობის დედათა მონასტერი, სადაც სიმშვიდე, რწმენა და ადამიანური ისტორიები ერთმანეთს ეკეთება. თანამედროვე ტექნოლოგიით გაჯერებული ინოვაციური სპექტაკლი კობო აბე მოძრაობის თეატრში. ქალბატონი, რომელიც 1999 წლის საბედისწერო ღამეს თავისუფლებისთვის მებრძოლთა წინა ხაზზე იდგა. მშვიდობისა, მოგესალმებით. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში იწყება გადაცემა დღე პირველ არხზე კეთი კეკელიასთან და დავით დარჩიასთან ერთად. კალენდარზე 9 აპრილია. ერთ-ერთი უმძიმესი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და მე არ მეგულება ჩვენს ქვეყანაში ადამიანი ოჯახი, ვისთანაც ამ ტრაგედიას არ შემოეღწია, არ ქონოდეს ისტორია ამ თემასთან დაკავშირებით და თავისებური დამოკიდებულება. დათო, ჩვენ ორივე მოვესწარით 9 აპრილს, შენალბათ თინეიჯერობის ასაკში იყავით, თუ უფრო მეტი სტუდენტიც ალბათ ხო თეატრალური უნივერსიტეტის. მე 3 კურსის სტუდენტი გავხდით. და ალბათ ჩემს ცხოვრების მანძილზე სანამ ცოცხალი ვარ, ეს დღე არასდროს დამავიწყდება, იმიტომ რომ იქ ვიყავი იმ დროს ზუსტად და არა მარტო იმ დროს წინა დღეებშიც, ასე რომ თეატრალური უნივერსიტეტი ძალიან ჩართული იყო ამ ამბებში, როგორც მთელი ქვეყანა, ისე ჩვენი თეატრალური უნივერსიტეტიც. ის კი არა ვამაყობ კიდევაც, რომ ერთ-ერთი დიდი ქარხნის, 31 ქარხნის გაფიცვა ჩვენი სტუდენტები იყვნენ აქტიურად ჩართული იმ პერიოდის სტუდენტები და ეს მეამაყებოდა მაშინ როგორ მახსოვს. კეთი, ჩვენს ისტორიაში ეს 9 აპრილი ორად არის გაყოფილი. 2-9 აპრილი, ერთი ეს 99 წლის 9 აპრილი, ძიმე და ტრაგიკული 9 აპრილი და 1991 წლის 9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება. მოდით ახლა ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი ჟურნალისტის თაკო ასათიანის სიუჟეტი ვნახოთ და გავიგოთ უფრო მეტი. Мы делали все, чтобы не допустить жертв. Кое-кто держал в руке саперную лопату, потому что солдату надо было чем-то защищаться. Мы медленно вытесняли в одну сторону, никого не окружали. Медленно вытесняли. На площади, где не было сделано ни одного выстрела, мы не учли, что будет оказано такое жесткое и упорное сопротивление. По официальным сведениям, на месте трагедии погибло 16 человек. Ни на одном не было ни одной резаной, колотой, разможженной раны. Ни на одном из 16, повторяю, не мешайте выступать. Вы приезжайте к нам в Тбилиси, когда такие митинги проводятся, и посмотрите своими глазами. წელს აპრილი ხმაურით დაიწყო. დიდი ხნის ნაგროვებ ემოციას ხალხი ვეღარ იტევდა. თბილისში შეკრებები 4 აპრილს დაიწყო და პიკს 6 აპრილს მიაღწია. მაშინ, როცა სადავეები ზვიად გამსახურდიამ მერაბ კოსტავამ, ირაკლი წერეთელმა, ირაკლი ბათიაშვილმა, გიორგი ჭანტურიამ აიღეს და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით ქვეყნის მთავარი მოედანი ხალხით გაავსეს. ისმოდა ლოზუნგები, შეძახილები, ტაში. ოფიციალურ დონეზე დაიშვა საკითხი 1921 წელს ბოლშევიკური რუსეთის მიერ დემოკრატიული საქართველოს მიმართ ჩადენილი აგრესიის ფაქტის ცნობის შესახებ. მეორე, დაიშვა საკითხი საქართველოში კომუნისტური აგრესიის აღკვეთის შესახებ, რაც გულისხმობს საქართველოს დაუყოვნებლივ გამოსვლას საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან და საქართველოს გამოცხადებას დამოუკიდებელ დემოკრატიულ და რესპუბლიკურ სახელმწიფოს.
ადამიანებს აერთიანებდათ საოცარი ლტოლვა დამოუკიდებლობისკენ. თითქოს ჰაერიც თავისუფლებით იყო გაჟღენთილი და თითქოს უკვე იგრძნობოდა საბჭოთა კავშირის ნგრევაც. ჩვენი ფიქრის შესაბამისად, რომელიც დასდავდნენ, სწორედ ესე უნდა მოვიქცეთ. რუსთაველის გამზირი სრულიად შეუიარაღებელი, მშვიდობიანი მოქალაქეებით იყო სავსე. საფრთხე კი ნელ-ნელა უფრო და უფრო მოსალოდნელი ხდებოდა. 8 აპრილს ღამით სიტუაცია უკიდურესად დაიცალა. თუმცა თავისუფლებას მოწყურებული ადამიანები არც ერთი ნაბიჯით არ იხევდნენ უკან. დაუღალავად იდგნენ შიშველი ხელებით და ერთადერთი მოთხოვნით. ზუსტად არავინ იცოდა, როგორ დასრულდებოდა საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე გრძელი ღამე. მაგრამ ყველამ კარგად იცოდა, რომ გაჩერება აღარ შეიძლებოდა. ყველა აცნობიერებდა, რომ სამკვდრო სასიცოცხლო ომი დაიწყო და იმპერიალისტური რეჟიმის მიერ წართმეული დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას წინ ვეღარაფერი აღუდგებოდა. მე მოვედი იმისათვის, რომ წავიდეთ ტაძარში და მადლობა შევსიროთ ღმერთს გადარჩენისათვის. მე ახლა მაცნობეს, რომ საშიშროება რეალურია. შეიძლება ამ საშიშროებამდე დარჩა სულ რამდენიმე წუთი. ამიტომ ჩემო სულიერო შვილებო, გეძლევათ ლოცვა კურთხევა, რომ აბრძანდეთ ახლა და წავიდეთ ერთად ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში და მადლობა შევსიროთ უფალს. საშიშროება რეალურია და მე ვარ მქონდა მოსულიყავი ეხლა და თქვენთან ერთად არ ყოფილიყავ. არც ერთი ნაბიჯი უკან არ გადადგა ქართველმა ხალხმა. საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი. როდესაც ამ 70 წლის მანძილზე ამ ტანჯვასა და ვაიმაში ამ სისხლის ბრაში პირველად ასა შაქრული, ასა მთლიანი წარმოდგა ქართველი დის წინაშე. დილის 4 საათზე გენერალ როდიონოვის ბრძანებით რუსეთის ჯარმა არნახული სისასტიკით მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევა დაიწყო. რუსის ნიჩბებს ძირითადად ქართველი ქალები შეეწირნენ. 2500-ზე მეტი ჯარისკაცი, ჯავშან ტრანსპორტიორები და დესანტის საბრძოლო მანქანები განსაკუთრებული დაუნდობლობითა და შეუბრალებლობით შლეთდნენ ქართველებს. ქალაქის მთავარი გამზირი სისხლით შეიღება. 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა თავისუფლებაზე ოცნებას. ასეულობით ადამიანი კი დაშავდა.
შემზარავმა სიჩუმემ მოიცვა. აღარ ისმოდა ლოზუნგები, შეძახილები, ყიჟინა. ქალაქი თავისუფლებას შეწირულ გმირებს გლოვობდა. იმ დროისთვის რუსთაველის გამზირზე ძერჟინსკის დევიზია და სადესანტო ნაწილები იყვნენ განლაგებულები და ტრაგედიის ადგილთან არავის უშვებდნენ. ქალაქში მოძრაობა ჯერ კიდევ საშიში იყო, თუმცა თითქოს დასაკარგიც აღარაფერი იყო დარჩენილი. თბილისში ტრაგიკულ სიჩუმეს კრემლში გაკეთებული ირონიული ხმაური არღვევს. Мне к этому добавить нечего. Я благодарю вас. წლის 9 აპრილმა საქართველოს უახლეს ისტორიაში დიდი გარდატეხა მოახდინა. დამოუკიდებლობის მოპოვება შეუქცევადი გახადა. სწორედ იმ ღამემ გადააქცია პროტესტი გადაწყვეტილებად, ტკივილი ძალად, სურვილი მიზნად. და როცა 2 წლის შემდეგ ისევ 9 აპრილი დადგა, ეს უკვე აღარ იყო მხოლოდ თარიღი, ეს იყო პასუხი ღამეზე, რომელმაც ქვეყანა შეცვალა. პასუხი ტკივილზე, სისხლზე, მსხვერპლზე. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დამოუკიდებლობა ოფიციალურად გამოაცხადა. იმ დღეს საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებელი საქართველოს დაბადება ახარა ერს. მისი სიტყვები იმ წლების ბრძოლას აჯამებდა და იმედს აძლევდა ქვეყანას, რომელმაც ეს გზა ტკივილითა და სისხლით გაიარა. მეგობრებო, სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამე თუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. ისტორიაში ჩაიწერა 9 აპრილი, დღე, რომელმაც მოუშუშებელი ტკივილი თავისუფლებად აქცია. დიახ, ეს არის ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია და ჩვენი გადაცემის სტუმარი უნდა წარმოგიდგინოთ. სიმართლე გითხრათ, ძალიან დიდხანს არ გვიფიქრია თუ ვინ იქნებოდა ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი, ადამიანი, რომელმაც საკუთარ მხრებზე გადაიტანა ეს ტრაგედია და რომლისთვისაც კალენდარზე 9 აპრილი ერთი რიგითი თარიღი არ გახლავთ. ბატონი კაკო ასათიანი, ტრადიციონალი საკავშირის თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი საბჭოს პირველი მოადგილე 1990-91 წლები. მადლობა სტუდიაში მომწონებისთვის. ბატონო კაკო, როგორ გაიხსენებთ, ესე დავიწყოთ. კითხოს ესე დაგისვამთ იმ დღეებს, რომელიც მეც ასე ვთქვათ ძალიან კარგად მახსოვს, დასაწყისში თქვი საუბრის და ბედნიერი ვარ, რომ ბედნიერი ვარ, რომ მონაწილე ვიყავი და ესეთ ისტორიულ ამბავში. თქვენთვის რა იყო და როგორ იყო ეს დღე? იცი, ერთი იმით დავიწყე, შექსპირი მაჩაბლის მერე კარგად ითარგმნა. ჰენრი მეხუთე აქვს პიესა, აზენკურის ბრძოლა არის შედის იმერ და ჯარისკაცებს მიმართავს. შექსპირი წერს, მაგრამ დაახლოებით ასე იყო ისტორიულადაც მე-15 საუკუნის დასაწყისში, რომ დაიმახსოვრეთო, ვინც ეს აქ არ არისო, მთელი ცხოვრება ინანებს ამას. და ჩვენ ვინც აქ ავერთო, მთელი ცხოვრება გვემახსოვრება. დაახლოებით ასეთი რამე შექსპირი მოვიშველია, მაგრამ ეხლა ეს ისეთი რამე იყო, ახლა გასვოთ ხო აი მოვლენები თვითონ. ეხლა მაშინ ვიყავი 89-ში ამის რიგითი ჯარისკაცი ერთ-ერთი. აი ყველანი ესე ვიყავით. და ეს ასე მოდიოდა, რაღაცა ლოგიკა ამას ჰქონდა, რომ აქამდე მივიდოდა. ეხლა ზოგი იტყვის, რომ აი რა საჭირო იყო რა.
საჭირო ვინმე სჭირდებოდა ჩვენ თუ ეს საჭირო კი არ მოგვიწვია რა. მაგრამ მაშინ შეიძლება იკითხო დიდგორი რა საჭირო იყო, ხო? მოსული იყო ის ილღაზი რა პრობლემა იყო თბილისში მაინც მუსლიმები იყვნენ და აი რა კაი დროს დარება და თბილისი ერქვა განცხრომის ქალაქი არაბულად. დარასრუხ. კი ბატონო, მოსო არაფერი პრობლემა არ იქნება. ან მარტყოფი რა საჭირო იყო. ან თუნდაც მარაბდა წაგებული, მაგრამ პრინციპში დარჩენილი მაინც ლეგენდად. ეს იყო ბრძოლა თავისუფლებისთვის, ხო? ახლა ზოგი ამბობს, რომ აიო, მშვიდობიანად, ვინგან თავისუფლდა მშვიდობიანად? ბალტელები ამბობენ. ესე არ ვიცი, სპეციალურად არ ამბობენ, არ ახსოვთ რიგა, ვილნიუსი, ხოსუის თქვენ კოლეგებს დაესხენ თავს, ტელევიზიას იცავდნენ ორივეგან. იმ ტელევიზიის აღება უნდათ საბჭოთა ჯარებს, რა, რუსულ ჯარებს. და იმას შეეწირა 16 კაცი ერთგან 18 მეორე. იქა ძალადობა. იქა ბალტი. ესტონეთი გადარჩა, ხა ელცინი დასავლეთს ეკურკურებოდა, ხო, გორბაჩოვთან კონკურენციით და ჩავიდა პირდაპირ და დადგა საზღვარზე. ესტონეთის და რუსეთის ფედერაციის. დღესაც მემორიალური დაფაა იქა. აი ელცინმა თავისი იმით დაიცვა. ახლა ჩვენზე თავი არ გამოუდიათ, იმიტომ რომ დასავლეთის, თვითონ საბჭოეთიც ბალტელებს ну აი თვლიდა რომ აი უცხო სხეულია რა. ჩვენც ასე ვიყავით, მაგრამ ჩვენ მათთვის უფრო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ვიყავით. და თვითონ თავისთავად მოვლენა, ხო? მოთხოვნა იყო კონსტიტუციური, დამოუკიდებლობა. ეწერა საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში, რომ გასulis უფლება გაქვს. მეორე იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი, კი გემახსოვრება, ხო? და ვერავინ ვერასოდეს ვერ თქვა, რომ ვინმემ რამე დააშავა, ფოთოლი არ მოუგლეჯია არავის. და მესამე დამოუკიდებლობის მოთხოვნა დაიწყო აფხაზეთის მოვლენებთან დაკავშირებით, მაგრამ ირაკლი წერეთელი და ირაკლი ბათიაშვილი დასავლეთში იყვნენ და ჩამოვიდნენ და მათ გადაიყვანეს ეს დამოუკიდებლობის მოთხოვნაში. სხვა გზა არ იყო, იმიტომ რომ ამოცანა მოსკოვის, კრემლის იყო სწორედ აფხაზურ-ქართული დაპირისპირების გაღვივება მაქსიმალურად. და თუ აფხაზეთზე გავაგრძელებდით, მსოფლიოს თვალშიც წამგებიანი იქნებოდა, რომ პატარა ხალხს ჩაგრავენ, ესენი ითხოვენ დაჩაგვრას და იმასაც მეტი რა უნდოდა, რასაც 92-ში მიაღწიეს სამწუხაროდ უკვე შევარდნაძის დროს. ამიტომ ეს იყო ერთადერთი, რაც აწუხებდა კრემლს. დამოუკიდებლობა, გასulis საფრთხე მოკავშირე რესპუბლიკის და სხვებისთვის მაგალითი. და ამიტომ სწორად დაისვა ეს საკითხი მე ვთვლი. და აფხაზეთის პრობლემამაც აი გადაიარა, იმიტომ ყურადღება გადმოვიდა ამას. ეხლა მოდი ვთქვათ რა, არანაირი არგუმენტი ამის საწინააღმდეგო ძალის გარდა კრემლს არ ქონდა. და რაც შეეძლო საბჭოებს ყოველთვის 21 წელი 24 წლის აჯანყება ძალა ხოცვა ჟლეტა აბა რა არგუმენტი ქონდა არანაირი და მეცაც ვიტყვი რა აი ამ ჩვენი ხო ჩვენო რატო უნდა ვიყოთ პირველები ჯერთ პირველები არ იყავით ბალტელებმა დაიწყეს ოფიციალურად და ჩვენ ამ 4-ს აყვა მოლდოვა უკრაინის დასავლეთ ნაწილი მაგრამ მე მთელი უკრაინა მოიცვა ახლა სამწუხაროდ აზერბაიჯანის სომხეთი ჩაფლული იყვნენ ამ ყარაბაღის გამო დავაში თუმცა იქაც იყო ამის ელემენტი რაღაცა იმ ყარაბაღთან ყარაბაღის შენიღმული ახლა ცენტრალური აზია ჯერთ იქაც იყო მსხვერპლი ყველა გადაიხადა თავისუფლების საზაური აი უკრაინა აი ახლა იხდის და როგორი მასშტაბით ხო არანორმალური მსხვერპლი გრევა და როდის გასწორდება ეს ამბავი და როდის დამთავრდება ჯერ არავინიც ყველა გადაიხადა გარკვეული საფასური თავისუფლება სხვანაირად არ მოდის დავიწყოთ ფარნავაზიდან აჯანყდა დასწრებული თუმცა ესე იგი თქვენ თulit რომ აი არანაირი საშუალება და არ იყო რამე ისეთი რომ აგვეცილებინა როგორმე მაინც მსხვერპლი თავიდან და აცილებული არ იყო და მოვლენების ასეთ განვითარებას თუ ველოდებოდით, იმიტომ რომ ძალიან მძიმე დღეები იყო წინა დღესაც, 5-ში, 6-ში, 7 აპრილსაც, მაგრამ წინა დღეს რო გამოჩნდა ჯავშან ტრანსპორტი. პირველი რო გამოჩნდა და კი ბატონო და ეხლა შენახე იმათ ფსიქოლოგია, ერთი რუსი მწერალი იყო ბორის ვასილიევი. 9 აპრილის მერე ჩამოვიდა ძალიან დაგვიჭირა მხარი. ბევრმა სხვათა შორის რუსებმა, აი იური როსტი არ უნდა დაგვავიწყოს, ვინც ეს ფოტოები დადო, ხო?
молодежь Грузиამ, აბაშიძემ ვახომ დაბეჭდა ყველაფერი ესა მოსკოვში მასკოვსკი ნოვოსტი взгляды იყო გადაცემა ის გამოეხმაურა რუსეთი მაშინ სხვანაირი იყო ისინი თავისუფლებას ესწრაფოდნენ ხო და აი წინა დღეს უკვე მანამდე ფიქრობდი რა მოთხოვნას დამოუკიდებლობა მშვიდობიანია მაგრამ მე მივხვდი რომ ხელისუფლება სიტუაციას ვერ აკონტროლებდა ჩვენზე იყო და აი ეს ბეტერები რო გამოჩნდა წინა დღეს ხო უკვე ვიფიქრე რომ ამათ შეიძლება გაეფრინათ მაგრამ საქმე ისაა რომ 78-ის 14 აპრილს იქ ვიყავი რა თქმა უნდა მაშინაც ჩამოდგა მანქანების სამხედრო ამ მერვე პოლკში შიდა ჯარი და მედესა აი თავრობის სახლის ჩამომავალ ქუჩებზე და ნუ გადაიარა და ვიტოვებდი იმედს რომ გადაივლდა მაგრამ გადაიარა მაშინ ბრეჟნევის დამსახურების სხვათა შორის რომელიც პიროვნულად კარგი ადამიანი იყო ხლა შეიძლება ბევრს გაუკვირდეს ხო მაგრამ რო უთხრეს რომ ესეთიაო და იქით ანტისაბჭოთა თუ არისო ანტირუსულიო არაო აბა რა ჯანდაბა უნდა გაკობა ხრიანანი და ხათათო და უთხრეს იაზიკო ამ სამხედრო ოლქის სარდალს და არეკინა შევარდნაძემ ახლა არც მას უნდოდა ეს ხო და ხრიანს იმს იაზიკო ჯანდაბას და გადაიარა გადავამოწმე ამბათ ვიცოდი და მისმა თანაშემწემ იქ იყო თანაშემწე დამიდასწრო ჩერნიარი ან სიმპათიური კაცი იყო და გაუხარდა რომ მე ასე ვთქვი ბრეჟნევს ესეთი რამ და აი მოლოდინი როგორ გითხა უკვე იძაბებოდა სერიოზულად ხო და ამ ვასილევმა თქვა რა ზომამდეო არ უნდა იცნობდე ქართველებს ბოლოს და ბოლოს 200 წელია ურთიერთობა გვაქვს ხო ნუ ჩვენ შემოდი რომ ბეტერებს რო გამოაჩენო რომ იფიქრებ რომ გაიქცევი და შეეშინო მე გეტყვით ჩემს ხო აი რო გამოდი აი ამ მომენტში გამიქრა შიშის გზნობა ვერ ვიტყვი რომ მანამდე შფოთავდი შინა თუმცა უკან არ დავიხევდი ხო აი გარემო როგორი იყო აი გარემო როგორი იყო ეს თქვენ შფოთავდით მაგრამ შიშის გზნობა გაგიქრათ მაგრამ არა ზვიადიც ახლა მერაბიცი ის ხალხის გამოწუხდნენ თორე თვითონ თელი ცხოვრება არც იხე დაიკლეს და არც დარბევა არ მანამდეც იყო სულ გამოდნეული შეიძლება მაგრამ ხელსართული უფრო აი ჩხუბი შეტაკებები ხან იქ მოხდებოდა ხან აქ 25 თებერვალზე უნივერსიტეტთან იყო დიდი დაკადაკა ხო და ისეთი ხალხი მაგრამ ხალხი როგორი იყო ხა პაშენ ვიყავი 35-16 წლის და ჯანღონი სავსე და მახსოვს აი 25 თებერვალს რომ მოგვადგნენ 88-ში ხო ასაკოვანმა კაცმა გამწია და არაო თქვენ არა მე უნდა შევეგებო ესე ვეჭიდავებოდი იმ კაცს ისეთი და ქალებს ხო ვერ გამოიყვანდა ულანთებული ქართველი ზურა ჭავჭავაძემ მითხრა ცხონებმა ჩამოვიდა იქ შეხვდა ხოცავენ მგონიო აი სწორედ ერთი ნახევარი საათით ადრე და შენო ისეთი ტიპი ხარ რომ შვიდიო და იქნებო ქალებსო ჩამოუარო და უთხრაო რომ გავიძნენო ახლა ხალი ჩვენი ქალები წარმოვიდნენ ვისაც მივიდოდი და ვეწოდი რომ არაფერი არ იქნება მაშინ ვიქნებითო მე ვიფიქრე ხა ასე არ გამოვა და რაღაც შეიძლება მოხდეს მით უმეტეს არაფერი აი საშიშროება რეალურია პატრიარქის სიტყვები ყველაზე ძალიან კარგად რაც უკვე ვიცოდი ჩვენ პატრიარქა თავისი ინიციატივით მოვიდა დიდი დარწმუნებული კი არ იყო რომ იცი როგორი ამბავი იყო ახლა მორწმუნედ გამზარდა ბებიამ და დღემდე ვარ და უწმინდესი თაყვანისმფრეველი ვარ და ღვთისმადლით ეგ იყო ამ წლებში რაღაცა ესეც ღვთისნება იყო ნამდვილად და უნდა მარტივად თქვა აი ბევრი რამე თქვეს მასზე და სწორი მაგრამ მოდი გულწრფელად ვთქვით ხელმეორედ მოაქცია საქართველო ხო აი წმინდა ნინოს მერე რა ხელმეორედ ამ ხელა 8 წელი აქვს მას და მაშინაც უკვე ძალიან ავტორიტეტული პოპულარული იყო მისი პატრიარქად აღსაყრებად მოვლენა იყო მაგრამ ეს ხალხი ვეღარ დაიხებდა ზვიად მოუთხა ერთ პოლიციელი მივიდა და ზვიად დაშალე ეს ხალხიო ამასო
ამაზე ციერება გადაშლის. აი რომ დაეჯერებინა, რომ გადასულიყვნენ 200 მეტრის მოშორებით და თავი შეექცია. მაინც ჩემი აზრით ალბათ მაინც ალბათ ჩაფიქრებული იყო. ზოგი ამბობს, აი პატიაშვილი უნდა ჩასულიყო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩამოსულიყო პატიაშვილი. ესროდნენ და აი დავწყვიტავდნენ სუყვარული იქნებოდა ათასები რა. ნამდვილად ასე იზა რა ენაღლებოდათ მათ ახლა მათი ხელიდან ხო? თან შეიარაღებულებიც იყვნენ. არა, იყვნენ როგორ არ იყვნენ. სნაიპერები ყავდათ ყოველი შემთხვევისთვის გამზადებული, ან ჩვენი მხრიდან სროლა რო ყოფილიყო, ან დაღუპულიყო ვინმე. ეგეც როგორ გადავრჩით რომ არ ეს იყო გარდაუვალი. იცი რა, ესე არის. აი მოხდა უბრალოდ 9 აპრილს. ხო, დაემთხვა ამ თარიღს. შეიძლება ყოფილიყო 12 აპრილს და სხვა თარიღი. მოხდებოდა მერე, აუცილებლად, იმიტომ რომ ამას ისინი ვერ ეგუებოდნენ. მაგრამ მათ დაუჯდა ძვირად, მოდი ასე ვთქვათ. 9 აპრილი რუსეთისთვის დააჩქარა თუ არა მან თქვა საბჭოთა კავშირის რღვევა. დააჩქარა რომელია საბჭოეთის კი არა. ახლა ნახეთ თქვენ, არადევნებენ თვალს. ეს ხავერდოვანი რევოლუციები ჩეხეთში, უნგრეთში, ეს გერმანიის გაერთიანება, ეს ყველაფერი მერე წაეწყო. იქ მით უმეტეს ვეღარ გაბედეს, იმიტომ რომ ახლა შუა ევროპა იყო, ხო? და ზოგი ამბობს გონია რომ ჩვენ ვიბრალებთ ამას და საბჭოებს რაც შეეხება რუსების ექსპერტების როგორც დიდი ნაწილი თulis რომ სწორედ აი ჩვენმა უარმა სამოკავშირეოზე და ბალტელებთან ერთად გამოსვან დამოუკიდებლობის მოთხოვნით ხომ განსაზღვრა ის რომ ცენტრალურმა აზიამაც გვიყურა და ნაზარბაევმა მითხრა მე უკვე თავმჯდომარე რო გავხდი ზვიადი მე მგზავნიდა ხოლმე მოსკოვში თვითონ ვერიტანდა იმათ არ უნდა და ურთიერთობა და არა და ნორმალური ხალხი იყო ყველას თავის ინტერესი გორბაჩოვსაც კი მას თავის ინტერესი ჰქონდა მე სიძულვილი არ მქონდა მათი უბრალოდ მესმოდა რომ უნდა გვეჯობნა რა ხო და ნაზარბაევმა მითხრა ბიჭო ასეთ დავმეგობრდით რაღაც ისე ჩამოყალიბდა ძალიან საინტერესო კაცი იყო ნუ ახლა ყველაზე უკეთ სომხეთის პრეზიდენტთან ვიყავი ტერპეტროსიანი და გორბუნოვი იყო ლატვიის ის წარმოადგენდა ბალტელებს ნუ ესენი უფრო ახლა აზერბაიჯანელი ტალიბო ხო და ნაზარბაევმა გამიხმარს რაღაცა ვეკამათებოდი გორბაჩოვს და მომისმინეო თქო შენობითო ხო უფრო კი ბატონო მეუთხარი და ბიჭო რამე გაქვთო ასეთ ამბავში რო ხარ თუ ისი იმედი მეუთხარი თქვენ კომუნისტებს არ გჯერათ მეუთხარი აი ამის გარდა, ღმერთის გარდა. რეალურად როგორი ურთიერთობები იყო დასავლეთთან და რამდენად ჰქონდა დასავლეთის იმედი? დასავლეთის. ნუ ზვიადი მაგზავნიდა ხოლმე მოსკოვ კრემლი იყო, ხო და გორბაჩოვი თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ჩვენში რატომღაც არ უყვართ არ და მისი დამსახურება იყო ეს დამოუკიდებლობა. მოდი ვთქვათ პირდაპირ დავით აღმაშენებელის მოღვაწეობა როგორ დაიწყო 89-ში გამეფდა სხვათა შორის 1099 წელს. 1102-3 წლამდე არ ვიცით რა საკეთებს. ამ დროს ჯვაროსნები გამოდიან, იღებენ იერუსალიმს 99-ში და ჩვენივე მემატიანე წერს. ისინი რო გამოვიდნენ ფრანგნიოს შეუწყვიტა ხარკის ძლევა სელჯუკებს. მომენტით სარგებლობა არის დიდი პოლიტიკოსის ერთ-ერთი თვისება. მე ვთვლი რომ ზვიადმა მერაბმა ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა სამწუხაროდ ბევრმა ვერ გაიგო რა ხდებოდა. ზოგ მწერალმა ისტორიკოსებისგან მიკვეს და მე მთელი ცხოვრება ვოცნებობდი და უნდა გამოგიწევთ რომ 93-ში როცა გიორგიევსკის ტრაქტატი გვაზეიმეს შევარდნაძემ და მზე ამოიყვანა ჩრდილოეთიდან სანაძლევები მაქვს დადებული წუხდა ბევრი პატრიოტი რომ ეს დაიშლება მეთქი 10 წელიწადში რომ 93 გამო სანა მოგებული მაქვს ხინკალი ეს ხუთ კაცთა ამ სანაძლევოთ და მე ეს დამოუკიდებლობა ხო რატო 9 აპრილს 26 მაისი იყო მეც ვთვლიდი რომ ჯობდა დუბლირებას ეგ და აი სიტყვაში ამბობს ზვიად ჩვენო იმ 9 აპრილს დაღუპულებს ანუ მიძღვნა იყო ჩვენი ქვეყნის ისტორია ასეთია ჩვენ 2-9 აპრილი გვაქვს 1999 წლის 9 აპრილი და 2 წლის 1999 თქვენი პერსონალური დამოკიდებულება 2-9 აპრილი ჩემი ორივე თქვენი ემოციური დამოკიდებულება ვერ გეტყვით რომ გაურებული იმიტომ რომ როგორ არის ცხოვრება და ხელოვნებაც კი მაგალითად კარგი და ცუდი მეზობლობს
ეს ინდურ ძველ კინოებშია რო აი ცუდია და განუვითია და კარგია და ბავშვები ინდურ კინოს ადვილად უყურებენ, იმიტომ რომ ცნობენ რომ ის ცუდია ეს კარგია. ეხლა ისინი ცოტა შეიცვალენ და ჩვენი კულტურა დასავლური ქრისტიანული ევროპული ცივილიზაცია ავთანდილი ბოლომდე იდეალური კაცია იქ არ ღალატობს თინათინს იქ კაც არ მოკლავს ისე რომ არც კი და ენანებს საერთოდ წარფს არ შეიხრის საქმე სჭირდება ხო ასე ორივე შემთხვევაში ასე იმართლებს და ეს ერთად არის ეს მოვლენა არის უცნაური ამ თვალსაზრისით რა ორი წელია ცხოვრობს ჯერ ერთი იყო შურიზიებო საბჭოეთის მიმართ პატარა ბიჭი მახსოვს აი კომენდანტის დროს ბიჭები არ ემორჩილებოდნენ და უშენდნენ ტანკები დადიოდნენ ხოლმე ქუჩებში უშენდნენ ქვებს რაც კი მოხდებოდა და ვაჩერებდი და სულ მეშინოდა რომ დასხებენ ესენი მეთქი და ერთმა მითხრა კაი რა ვჩერდებიო და შენ მაძლევ პირობასო რომ ამის შურს ვიძიებთო მე გაძლევ პირობას აგერ ღვთის წინაშე მე ვთქვი რუსთაველიზებთან და ამის წინაშე მეთქი ჩვენ ამას გადავუხდით იმით რისთვისაც ის ხალხი დაიღუპა მეთქი და ბედნიერი ვარ რომ ეს ამბავი ასე მოხდა და მართლაც გადავუხადეთ და მარტო მათ კი არა ნახეთ დასამარდა გაქრა საბჭოეთი ეს არის საოცრება აი ესე გაქრა მოდი ვთქვათ ძიდი სისხლის გარეშე შეიძლება და ყოფილიყო ზღვა კი არა ოკეანეს სისხლის და უნდა ვაღიაროთ გორბაჩოვის დამსახურება აი რო გადადგა რო არ გადამდგარიყო სამოქალაქო ომი რო ქონდათ 1918 წლებში 10 მილიონი კაცი დაიღუპა 10 მილიონი კაცი პირველ მსოფლიო ომში დაიღუპა მთლიანად და აქ ბირთვული სამოქალაქო ომი იქნებოდა ბირთვული სამოქალაქო ომი გაიყოფოდნენ ელცინის და გორბაჩოვის მომხრეები. მე ვთვლი რომ ამდენად მე მას აღიქვამ როგორც ერთ მთლიანს. ამორთ არის ხანდახან გონია რომ ერთ დროს მოხდა. და რომ კაცმა რომ თქვას 2 წელი რა არის რომ ისტორიისთვის არაფერი. თუმცა ბატონო აი 9 აპრილის 91 წლის 9 აპრილის რუსეთი ხომ არ გაბრაზდა და ხომ მაგიტო ხო არ გამოიწვია აფხაზეთს ძალიან ბევრი ექსპერტი თვლის რომ ეს ძალიან ნაჩქარევი გადაწყვეტილია. დავკარგეთ ტერიტორიები. რა თქმა უნდა. რამაც რუსეთი ძალიან პირდაპირ ვეღარ დაგვარტყეს. ხო ახლა გორბაჩოვი თამაშობდა დემოკრატს. ხო მოხდა ეს 9 აპრილი. მე ეძახოდნენ გორბაჩოვის შევარდნა ჩვენო დილის 9 საათზე გავიგეთო. წარმოიდგინე ახლა ლიგაჩოვს შეტენეს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით გადაწყვეტილება ლიგაჩოვს გადააწყვეტინეს როგორ თუ არ იცოდი და რა ხელმძღვანელი ხარ კაცო ამ ხელამბავი ხდება კაი ჯანდაბას დავანებოთ თავი მაგრამ მათ პირდაპირ არგუმენტი არ ქონდათ ვიმეორებ აი დამოუკიდებლობის მოთხოვნა სეპარატისტებს ვერ გვეძახოდნენ ერთხელ წამოწდათ და იმ წუთშივე უთხარი უკაცრავად მე ვთხარი რა გიწერიათ კონსტიტუციაში და გასვლის უფლება გვაქვს სუვერენული ქვეყანა ვართ აგერ დაწერა იმ კაცმა მეთქი ეგერ რო წევს ლენინს გულისხმობდი რა იმას მოკითხეთ ეს ამბავი თორე ჩემი თანამემამულე სტალინი წინააღმდეგი იყო ხო იცი ამ თანასწორუფლებიანობის თვიდა რომ რუსეთში უნდა შევსულიყავით ყველა ავტონომიებად ხო და ანუ არგუმენტი არ ქონდათ დემოკრატია თუ გინდა თუ კონსტიტუციაში გიწერია დამოუკიდებლობა გამოსავალი იყო აი აფხაზეთი ნუ ჩვენ მოგვისწრეს ცხინვალი იმიტომ რომ აფხაზებთან ჩვენ კომპრომისს მივახციეთ რა და ჩვენ ცხინვალი მოგვიწყეს და იქაც ნახო როგორ იყო 3/4 კონტროლდებოდა ოლქის გადატრიალება რო არ მოხდარიყო იქაც მოგვარდებოდა გარწმუნებდა აფხაზებთან მართლა მოგვარებული იყო ეს 92-ში წამოეგნენ ისევ ნუ ეს ახალი ხელისუფლება შევარდნაძე და სამხედრო საბჭო ჯაბა იყო წინააღმდეგი იოსელიანი. აი გაუკვირდება ბევრს რომ არ უნდა შევიდეთ რა. რა მიზეზითაც გინდაო. არ ნუ მაქსიმუმ გალი. და ვახტანგ გვარამია მოთხრა. ირსავი შეკრება რო იყო. არაფერი. ხო დაგვიზდა რა თქმა უნდა. დადარაჯებულები იყვნენ პირველივე შეცდომებზე იყვნენ დადარაჯებულები მე აფხაზეთს აპირებდნენ მე და ჩვენ რო კომპრომისი არ მიგვეღწია ჩვენ მოგვაწოდა მოსკოვში ერთი დიდი ქართველი ჩეკისტი იყო კგბ-შნიკი და ქართველი კაცი იყო რა არ მინდა დასახელება შეიძლება მიშვილებს იმ რავი ხო იცი კგბ გზელი ხელები აქვს და ხო და
მან მოგვაწოდა აი ფურცელი იყო ერთი რა რომ არ წავა კომპრომისზე გამსახურდიაო იქ ამბავიო და ჩავერევით და დავიკავეთ რომ მაქსიმუმ გალის რაიონი დაუტოვოთ რადგან სუქართველებითა დასახლება პირდაპირ ასე ეწერათ ეს არ სოციალური ზვიადი ყოყმანობდა ამ კომპრომისზე რომ ველაპარაკებოდი და ეს როცა მოგვივიდა და ის კაცი ვიცოდით ვინც იყო ხო ისოდა ზვიადმა ვაჟა ადამიანმა ვისაც ვინც მოიპოვა თუ მას მიაწოდეს და მეც მითხრეს რა და ნუ აი მეც უთხარი ნუ მეტყვით ხვდები დაახლოებით მეთქი და ჯობია არ ვიცოდა ისე იმ კაცს არ დაუშავდეს და აი ეს დადარაჯებულები იყვნენ იქ სოხუმში პრესკონფერენცია რო ქონდა და არძიბამ რო თქვა რომ კიო მე ამის მოადგილე ვარო და ვრჩებითო საქართველოს შემადგენლობაშიო ეგ იყო პირობა იქა მოსკოვის ჟურნალისტები უნდა გენახათ. ისტერიკა დაეწყოთ იქ. ხო და ნუ მე 92-ში მოახერხეს ეს ამბავი. რა თქმა უნდა ასე იყო. იმიტომ რომ მათთვის როგორი იყო, იცი? აი ცუდი შედარება, მაგრამ კამრის ბალთა იყო ჩვენი ამბავი რა. აი შეიხსნა რა და წავიდა და წავიდა. მე შუაზიამ გადაწყვიტა რომ იქ სულ სხვა ინტერესები იყო. შეხედეს რომ გაქონდათ ყაზახეთი მაგალითად შევრონმა დადო ხელშეკრულება ნავთობ კომპანიამ და როგორ ნაწილდებოდა შემოსავალი ცით თენგიზის საბადო იყო გრანდიოზი არის კიდეც 80% მიქონდა შევრონს 16 საბჭოთა კავშირს და 4% ჩებოდა ყაზახეთს მათ უბრალოდ არ გვიყურეს ჩვენ ბალტელებს უკრაინას და მარტივი დასმა გააკეთა რომ სუჩები იქნება ასე არ ჯობია. და მე შეუთანხმდა შევრონს, რო განთავისუფლდა 60 ყაზახეთს, 40 შევრონს. და ის სიამოვნებით დათანხმდა. ხო, აი იქ იგივე უზბეკეთის ხები ეს უსასრულოდ შეგვიძლია ვისაუბროთ მithumetes თქვენთან საინტერესო მოსაუბროთ, ფორმატი აღარ გვაძლევს დროს და უღმესი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. კარგია რომ გაიხსენეთ თან მონაწილეობა. ნუ ხა ეს მონაწილე. დიდი მადლობა. კარგად ეს დღეები. კარგად დაგმოვიდეთ. კი ბატონო. ახლა კი თავისუფლება რომელიც სხვა ფორმები აქვს შინაგანის სიმშვიდე კეთი და ღმერთთან სიახლოვე დარიალის თამარ მეფის სახელობის დედათა მონასტერი ადგილი სადაც სიმშვიდე რწმენა და ადამიანური ისტორიები ერთმანეთში იკვეთება ჩვენი გადამღები ჯგუფი ამ საოცარ ადგილას იმყოფებოდა ასე რომ ნახოთ ეს საოცარი სიუჟეტი მონასტერში წამოვედი 2000 წელს. უკვე 25 წელს ითვლის. რა ვიცი, ალბათ ღვთის სიყვარულმა ამას ვერავინ ვერ აღწევს, რატო წამოვიდა. როგორც უწმინდესმა გითხრა, თქვენ არ აგირჩევიათ ეს გზა, თვითონ ღვთის განგებით მოხდა და ალბათ ეს ღვთის სიყვარულით პირველ რიგში. თორე ეს არ არის ისეთი იავარდებით მოფენილი გზა. სალვა ღმერთი უნდა გიყვარდეს, რომ ის მორჩილება, სიმდაბლე, სიყვარული შეძლო მოყვასის. როგორც უწმინდესმა გითხრა, მონაზვნობა არის ცხოვრება სხვისთვის და ეს უნდა შეგეძლოს, იცხოვრო სხვისთვის. რომ ყველაზე ძნელი მონასტერში არის მორჩილება, საკუთარ თავთან ბრძოლა. ეს ყოველდღიურად ესე იწყება. უბრალოდ მორჩილება უნდა გქონდეს მოძღვრის. პატრიარქის ესეთი სურვილი იყო, რომ სტუმრები ვინ ჩემოვლენ საქართველოს საზღვრიდან, ყველა მიცოდეს, რომ შემოდიან მართლმადიდებელ სახელმწიფოში. ამიტომ, როცა იქით 2011 წელს განახლდა ბერული ცხოვრება, 2013 წელს დაიწყო დედათა მონასტრის მშენებლობა. ჩვენ თაობას ჰქონდა ბედნიერება პატრიარქთან ხშირი სტუმრობის. პატრიარქიც ხშირად მოდიოდა ხევში. მონასტერში მთავარი არის მოძღვარი. რაც არ უნდა სიბრძნე გქონდეს, აუცილებელია მოძღვარი. ამის გარეშე ადამიანი წინ ვერ წახვა. თორე ყველაზე დიდი მტერი არის საკუთარი თავი.
პატრიარქი თითქმის თვეში ერთხელ მონასტრებში მოდიოდა და რაღაცა გვასწავლიდა მორჩილი როგორ უნდა ყოფილიყო, როგორ უნდა ეცხოვრა. ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი დღე იყო, როდესაც ახალი ვიყავი, 2002 წელი იყო, ჯერ ესე არ ვიცოდი როგორ უნდა მოქცეულიყავი უწმინდესთან და როცა მონასტერში ჩამოვბრძანდა, უწმინდეს მივყვებოდი უკან და უცებ მეკითხება, თქვენ აქ რამდენი კაკალი ხართო? და მე ვიფიქრე, კაკალი უნდა უწმინდეს თქო და დედებს ჩქარა უწმინდეს კაკალი უნდა თქო და ვაძებნი და კაკალი და თურმე რაოდენობა უკითხია. და ეს სულ მახსოვს რაღაც ისე, მაგრამ ურთიერთობაში იყო არ ვიცი, თავი ძალიან უშუალო. აი ისე გარიგებდა, რომ მე განსაცდელში გახსენდებოდა, რომ აი ეს რომ თითქოს გამზადებდა როგორ უნდა გეცხოვრა. ჩვენი ყოველდღიურობა არის ჩვეულებრივად, როგორც ყველა მონასტერში, ცისკარი იწყება 6 საათზე. მე ყველას თავის პირადი კანონი აქვს, 11 საათზე არის ტრაპეზი, 3 საათზე არის საჯამრთელო პარაკლისი, 6 საათზე არის ტრაპეზით, 7 საათზე არის მწუხრი. მე ყველა აკეთებს ცოტა ხანი ისევ მორჩილება არის და მე 11 საათზე უკვე ყველა ისვენებს. მონასტერში პირველი რაც უნდა იყოს ალბათ ლოცვა და ხელსაქმე. იმიტომ რომ ყველა უბედურება მოდის უსაქმრობიდან. როცა ერშიც და მონასტერშიც თუ ადამიანს საქმე არ აქვს, თავისთავად მე ეწყება თავთანაც ბრძოლა, სხვასთანაც, მე სხვის ცოდვებს უფრო კარგად ხედავს ვიდრე საკუთარს, ამიტომ ხელსაქმე არის ისეთი, რომ მთლიანად ჩართული ხარ ხელსაქმეში და არ გცალია სხვა რას აფუჭებს ან რას აკეთებს. საკუთარ თავთან ხარ. მონასტერში ვამზადებთ მინანქარს, ვამზადებთ საპონს ბუნებრივი ინგრედიენტებით, ვამზადებთ დეკორატიულ სანთელს და ისე კელაპტრებს და სანთლებს და ეს ჩვეულებრივად მიედინება ცხოვრება. ყველა ხელსაქმე მონასტერში ვისწავლე. ყველა მიყვარს ესე, იმიტომ რომ თუ საკუთარი თავი არ ჩადე და მთელი ძალღონი არ ჩადე, იმაში ლამაზი არ გამოვა. თუ მე არ მომეწონა, იმას სხვას ვერ ვაჩვენებ. ყველაზე მეტად მიყვარს მიწაზე მუშაობა. ჩემი ბოსტანი მაქვს და იქ რაღაცა აქ ცოტა გვიანი წყება თესვა, მაგრამ ძალიან მიყვარს მიწასთან მუშაობა. ეს კვირა ყველაზე მძიმე არის მონასტერში. თუ ევა თავისი ურჩობით 64 დაკარგა, ღვთისმშობელმა თავისი მორჩილებით ისევ გაგვიღო 64-ის კარი. და პირველი აი ადამიანს თავისუფალი ნება აკაჩვენა ღმერთმა, იმიტომ რომ როცა მთავარანგელოზი ეცხადება დედა ღვთისმშობელს, არ უთქვია რომ ეს შენ გამოგარჩია უფალმა და შენ უნდა იყო. მისი თანხმობის მერე მიიღა, უკვე დათანხმდა და ჩვენ გვეუწყარო სიხარული აუცილებლად იქნება. ამას ებნის აღდგომის სიხარული, რომელიც ჩვენთვის ყველასთვის არის ისე დღესასწაული, რომელსაც ალბათ ენა ვერ აღწევს. და როგორც ყველა მონასტერი, ისე ჩვენც მოვიმზადებით კვერცხით, პასკით და რა თქმა უნდა, სტუმრებიც მოვლენ. და ერთად გავიზიარებთ აღდგომის სიხარულს. ერთსაც და ბერსაც ულოცავ დამდეღ აღდგომას, მარხვა სინანულისა, აღდგომა სიხარულის. ვიცხოვროთ ისე, რომ ღმერთსაც გაუხარდება და ჩვენ უწმინდესაც გავახარებთ, იმიტომ რომ მე გონია, რომ ის უწმინდესმა რაც დაგვიტოვა, ის სიყვარული, ამით უნდა გავაგრძელოთ, აი ეს ერთობა აღარ უნდა დაიშალოს. მონასტრის კედლებში ნაპოვნი სიმშვიდე და მდგომარეობაში მყოფი დედა ეკატერინე. რამდენი კეთილი საქმის გაკეთება შეუძლია ამ დროს ადამიანს, თუნდაც პოლიტიკური გაკვეთილებისთვის მზადება. ჩვენი გადაცემის მომდევნო სტუმარი არის სოციოლოგიურ პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი მეგრელიშვილი და პოლიტიკური გაკვეთილების ავტორი. ეს არის წიგნი, რომელიც ირაკლიმ დაწერა.
რომლის პრეზენტაცია მარტის თვეში შედგა. ირაკლი დღემშვიდობისა, მოგესალმებით. მოგესალმებით. და თქვენს ასაკს თუ გავითვალისწინებთ, ამიტომაც მიჩნდება ეს კითხვა, რატომ გაგიჩნდათ საერთოდ სურვილი, რომ ამ თემაზე წიგნი დაგეწერათ? ამ დროს ალბათ არც იყავით დაბადებული 9 აპრილს. 5 წლის ვიყავი, მამა ჩემი მონაწილეა 9 აპრილის და ჩვენ ოჯახს გაუმართლა, რომ ის ცოცხალი დაბრუნდა, სამწუხაროდ ხვებს არა და უსამძიმრებ ყველა მათგანს. და ყველა ჩვენთანგანს გვაქვს ჩვენი ესე ვთქვათ პერსონალური გამოცდილება ან რაღაც მეხსიერება 9 აპრილთან დაკავშირებით და ჩვენი თვალსაჩინო რუსთაველის გამზირზე არის ხოლმე, მაგრამ მე მინდა და ამ წიგნთაც მე შევეხე არა მარტო იმ ამბებს, რაც პერსონალურად ჩვენ გადაგვხდა, არამედ გლობალურად იმ კონტექსტს შევეხე, რაც იმ პერიოდში იყო და მინდა რომ ჩვენ ამაზე ვისაუბროთ დღეს, იმიტომ რომ ის რაც მოხდა აქ საქართველოში ეს ტრაგედია არ იყო მხოლოდ ქართველებისთვის, ესე ვთქვათ თავს გადახდენილი, ეს იყო კრემლის ზოგადი კომპლექსური მიდგომა, რათა ეროვნული მოძრაობები გაეტეხა. და იმ პერიოდში და შემდეგაც ბევრი იყო საყვედურები, რომ შეიძლებოდა თუ არა ამის თავიდან აცილება და ალბათ შეიძლებოდა, მაგრამ რაღაც მხოლოდ გარკვეული დროით. იმიტომ რომ ბატონი გაკოსათიანი იყო ჩვენი სტუმარი და მანაც იგივე გაიმეორო, რომ შეიძლებოდა რაღაც სხვა თარიღი ყოფილიყო, მაგრამ ამისგან თავის დაძვრენა არაფერ არ გამოვიდოდა. დიახ და განსაკუთრებით ჩვენთვის სამაგალითო იყო მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნების ეროვნული მოძრაობები, რომლებიც გაცილებით რაციონალურად, ნაკლები ემოციებით იბრძოდნენ დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ იქაც კი ლიტვაში და ლატვიაში მოხდა რამდენი. თუმცა მსხვერპლი იქაც მოხდა. მანამდე იყო ყაზახეთში, იყო ბაქოში, ასევე სადაც დიდი მსხვერპლი იყო 100-ზე მეტი დაიღუპა. ასე რომ ეს იყო კრემლის კომპლექსური მიდგომა, რათა ეროვნული მოძრაობები ესე ვთქვათ გაეტეხათ. ამას მოყვა რეპრესიებიც და რეპრესიების შედეგად ძირითადად ადვილად გატეხეს შუა აზიის ქვეყნების, ბელორუსიის, უკრაინის ესე ვთქვათ ეროვნული მოძრაობები, მაგრამ კავკასიაში და ბალტიისპირეთში ეს ვერ მოხერხდა და კავკასია ესე ვთქვათ გახვიეს შემდეგ უკვე დამატებით კიდევ ომებში და ეს ეროვნული მთავრობებიც დაამხეს და მოკლედ ჩვენ ესე ვთქვათ თავისუფლების ფასი ესე სისხლით გვაწევინეს. ასე მოვიპოვეთ. ირაკლი, ყველაზე მძაფრად მაინც ისტორია გქონდებათ, რაც თუნდაც მამა გიყვებოდათ აი იმ დღეებთან დაკავშირებით. ჩემი ესე ვთქვათ, რადგან 5 წლის ვიყავი თითქმის, ესე ვთქვათ, მეხსიერება სწორედ ალბათ მაგ პერიოდიდან იწყება. ჩვენ გილით ველოდებოდით მამას, მაშინ ტელეფონები არ იყო მოგეხსენებათ, ჩვენ ვიცოდით რომ მამა იქ იყო, კიდე მეზობლებიც იქ იყვნენ გასულები და ველოდებოდით ქუჩის დასაწყისში გვახსოვს და მაშინ უკვე დარბევა მოხდარი იყო, მამა თურმე სხვა მეგობრებთან ერთად იყო სხვაგან წასული და მოგვადგნენ რუსეთის ესე ვთქვათ ჯავშან ტრანსპორტიორები, რომელზეც სამხედროებულები იყვნენ რუსები და იქიდან მოგვაძახეს დროზე სახლში, გაიქეს ბისტრა დამოესეთი რაღაც მოგვაძახეს და მე და დედა რომ გავრბოდით ეს მახსოვს და სწორედ ამ ეპიზოდით ვიწყებ ამ წიგნსაც და შემდეგ უკვე მოუყვები ჩვენ მთელი საქართველოს ქართველებს ესე ვთქვათ 2012 წლის შათვლით. ვისთვის არის ეს წიგნი მაინც განკუთვნილი? აი თქვენ იმასაკის ადამიანი ხართ, ვინც 5 წლიდან გახსოვთ მეხსიერება, მამას ისტორიები, ვისთვის არის ეს წიგნი განკუთვნილი და რა უნდა იცოდეს ახალმა თაობამ 9 აპრილის შესახებ? რა თქმა უნდა ეს ჩვენი ტკივილიანი დღე, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება, მით უმეტეს ჩვენ და ჩვენმა მომავალმა თაობამ. იმ გაგებით რომ უფრო მეტი იცოდნენ ამ ამბების შესახებ, რა თქმა უნდა ახალგაზრდებისთვის, მაგრამ სწორი შეფასება და სწორი ისტორიაც არანაკლები ინტერესდება ამ წიგნით კითხულობენ და სხვადასხვა პერსპექტივიდან უყურებენ ამა თუ იმ მოვლენებს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ აღნიშნავ, ერთია რასაც ჩვენ ხედავდით იმ მომენტში, ან დაუშვათ მონაწილეები იყვნენ, მაგრამ მეორე არის შეგვეხედა გლობალურად რა ხდებოდა ამ პერიოდში მსოფლიოში, რა გლობალური და გეოპოლიტიკური გადანაწილება იყო და თუ ნებას მომცეთ ამაზედაც გავაკეთებ აქცენტს. მაგალითად იმ პერიოდში მიდიოდა აქტიური მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კრემლს შორის იმის შესახებ, რომ ახალი მსოფლიო წესრიგი დამყარებულიყო. ამ მოლაპარაკების შედეგად ცივი ომი დასრულდა. კომუნისტურმა ესე ვთქვათ იდეოლოგიამ კრახი განიცადა, რაც უდიდესი მიღწევა იყო დასავლური ცივილიზაციისთვის, ხო? ამასთან ერთად აღმოსავლეთ ევროპაც გათავისუფლა კრემლის მარწუხებისგან, ბერლინი გაერთიანდა, აღმოსავლეთ გერმანიაც გათავისუფლდა და აქტიური მოლაპარაკებები მიდიოდა, რომ ბალტიისპირეთიც გათავისუფლებულიყო, იმიტომ რომ იმ პერიოდში ამერიკას არასოდეს არ ჰქონდა ესე ვთქვათ ბალტიისპირეთი ცნობილი როგორც საბჭოთა კავშირის წევრები. მაგრამ აქ ამ მოლაპარაკებებში არ განიხილებოდა მაშინ არც საქართველო, არც კავკასიის სხვა ქვეყნები და ეს ქვეყნები უნდა დარჩენილიყვნენ ესე ვთქვათ კრემლის გავლენის ქვეშ, თუმცა ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულებით და ახალი ფორმით. რა თქმა უნდა, დემოკრატიის გზას უნდა დამდგარიყო რუსეთი და
ესე ვთქვათ, შექმნილიყო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, რომელშიც გაწევრიანების კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ ეროვნული მოძრაობის წევრები, იმიტომ რომ იმ პერიოდში ვერ წარმოიდგენდა, რომ DST ეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა არ გახდებოდა რამე ეფექტიანი ორგანიზაცია და ის არ იქნებოდა პირდაპირ საბჭოთა კავშირის, ესე ვთქვათ, ისეთი მემკვიდრე, როგორც თვითონ ეს საბჭოთა კავშირი იყო, ხო? ამიტომ წინააღმდეგები იყვნენ. რუსეთმა და ესე ვთქვათ, მოსკოვა ამ პერიოდში იმ გაგებით, რომ ეს აღმოსავლეთ ევროპა დათმო ბალტიისპირეთზედაც მიდიოდა მოლაპარაკებები, ხომ? საკმაოდ თავის გადმოსახედიდან ბევრი რამ დათმო. ამიტომ ის აღარ აპირებდა დანარჩენი სახელმწიფოების, ესე ვთქვათ, სრულ თავისუფლების დათმობას. და ეს სამოუკავშირო ხელშეკრულება სწორედ ამას გულისხმობდა. ამისთვის უნდა დარჩენილიყო საქართველოში სამხედრო ბაზები, რუსეთის სამხედრო ბაზები და შეენარჩუნებუნა ეს კრემლის, ესე ვთქვათ, ელიტა რაც იყო, დაუშვათ, რომელსაც ასევე წვლილი მიუძღვის საბჭოთა კავშირის დანგრევაში და ესე ვთქვათ, კომუნიზმის დამარცხებაში, მათ უნდა გადაენეწილავინა თავიანთი წარმოშობის მიხედვით ესე თუ ის ქვეყანა, მაგალითად ალიევი აზერბაიჯანში იყო, შევარდნაძე საქართველოში. ხო, ამით კრემლი ფიქრობდა, რომ შეინარჩუნებდა გარკვეულ გავლენას, მაგრამ მოგეხსენებათ ეროვნული მოძრაობა ყველა ამ პირობის წინააღმდეგ მიდიოდა და ამიტომ ჩვენი ესე ვთქვათ დაბადებაც საქართველოს დამოუკიდებლობის დაბადებაც იყო ძალიან მტკივნეული, ძალიან სისხლიანი, გულდასაწყვეტი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი იმედით უყურებდა რომ ყველაფერი კარგად და მშვიდობიანად იქნებოდა, მაგრამ პირიქით დაგვატრიალეს ესე ვთქვათ და ირაკლი ახალგაზრდის თვალით დანახული და შეფასებული ისტორია. რა იყო ყველაზე დიდი შეცდომა იმ დროს და რა იყო ყველაზე ალბათ სწორი ნაბიჯი სვლა? ყველაზე დიდი შეცდომა იყო, მე ვფიქრობ, ეროვნული მოძრაობის წევრებს შორის პიროვნული დაპირისპირებები, რომელმაც დღესაც იგივე ხდება პრინციპი. ეს რადიკალიზაცია, სიტუაციის რადიკალიზაცია იმ პერიოდში, ესე იგი ჩემი კვლევებით გინდება, რომ არის რაღაცა სამი მიმართულება, ესე ვთქვათ, ყოფილი კომუნისტები, რომელიც როცა მემარცხენე პარტიები იყვნენ ზომიერი პარტიებიც, მაგალითად მოდარნადაძის სახალხო ფრონტი იყო, რომელიც ცდილობდა, რომ ყველა არსებული, ესე ვთქვათ, ქვეყანაში არსებული თუ რამე პოლიტიკური ძალა იყო, ან სურვილი ჰქონდათ, ყველა გაერთიანებინათ და ეს პერიოდი დამოუკიდებლობის მოპოვების პერიოდი ყოფილიყო, ესე ვთქვათ, უფრო ხავერდოვანი და უფრო მშვიდობიანი. და იყვნენ ასევე რადიკალებიც, რომლებიც არანაირ, ესე ვთქვათ, კონსოლიდაციაზე თანახმანი არ იყვნენ. და ამ რადიკალებში ეს მისო დიდი სიმართლე მათ მხარეს იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ რადიკალებშიც ერთმანეთში ძალიან დიდი დაპირისპირებები მოხდა შემდეგ და ეს ყველაფერი პიროვნული დაპირისპირებიდან სხვადასხვა საძმოები რო იყო ეს ყველა პოლიტიკურ პარტიას ყავდა თავისი შეიარაღებული დაჯგუფება და ამის გაუქმებას შემდეგ უკვე როდესაც პრეზიდენტი გახდა ზვიად გამსახურდია, ამის გაუქმებას კიდევ უფრო დამატებითი სამოქალაქო დაპირისპირებები მოყვა, ხალხი შიმშილობდა იმის გამო, რომ მხედრიონის ლიდერები გაენთავისუფლებინათ და ეს უკანონო ფორმირებები ისევ შენარჩუნებული იყო ამ დროს, როდესაც საქართველო უკვე დამოუკიდებელი იყო და პრეზიდენტი თავაზობდა ყველას, რომ ერთიანი ეროვნული გვარდია შეუქმნათო, ხო? ასე რომ აი ეს აუტანლობა და ის შური, რომელიც ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ იყო, მე ვფიქრობ, მიიყვანა ქვეყანა დამღუპელ გადატრიალებამდე, სამხედრო გადატრიალებამდე, რომელშიც რა თქმა უნდა რუსეთიც იყო ჩართული, მაგრამ რომ არა ქართველების ესეთი ხელშეწყობა, ესეთი ემოციური ხელშეწყობა, ესეთი არარაციონალური ხშირ შემთხვევაში და მხოლოდ ემოციებზე დამყარებული, ვიცი, კარგი იქნებოდა, რომ აგვერიდებინა ეს ყველაფერი თავიდან და ვწუხარ, რომ ეროვნული მოძრაობის ბევრი ლიდერი, არა ყველა, რა თქმა უნდა, არ იყო ესეთი მაღალი პოლიტიკური კულტურის, რომ ეს აგვერიდებინა თავიდან და ამაში არ შედის, რა თქმა უნდა, მერაბ კოსტავა, რომელიც იყო, ესე ვთქვათ, ეროვნული მოძრაობის გარკვეული საყრდენი, ეს ნეობრივი საყრდენი და ის კიდე ახერხებდა ამ შიდა კულუარული დაპირისპირებების შეკოწიწებას და ესე ვთქვათ, გარეთ არ გამოდიოდა დიდად, ხა თუ არ ჩავთვლით ერთ-ერთი ვიდეო გამოვიდა გარეთ ღირსების სასამართლო დანარჩენი მოსახლეობამ ეს ძირითადად არ იცოდა. მაგრამ აი სწორედ მერაბ კოსტავას გარდაცვალების შემდეგ ეროვნული მოძრაობა უფრო აირია, უფრო ერთმანეთის წინააღმდეგ განეწყო და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ სამწუხაროდ. კი ბატონო, ესეთი არის ჩვენი ქვეყნის ისტორია. უღრმესი მადლობა ირაკლი სტუდიაში მობრძანებისთვის. არ ვიცი გახსოვთ თუ არა, აი ამ ურთულესი პერიოდის შემდეგ ძალიან მალე დაახლოებით ერთ კვირაში იწერება სიმღერა, რომელიც ხდება რაღაცა აი სიხარულის ნაპირწყალი, მომდევნო ნაბიჯის გადადგმის სურვილს უჩენს ყველას და ეს სიმღერა ხდება ჰიმნი. ყურიდან არ გამოდის. ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები. ყველაში ამ სიმღერას. ყველანი, ვნახოთ ახლა ეს კლიპი.
მეწამული გზებდგები ვაჩუქოთ ერთმანეთს სიცოცხლე გაუთმოთ ერთმანეთს ვლები თქვენს ლამაზ ფიქრებში ვიჭრები თქვენ სარკმელს ვაწყდებით რტოლი ვაჩუქოთ ერთმანეთს ვიმები ვაჩუქოთ ერთმანეთს თოვლი ვაჩუქოთ ერთმანეთს სიცოცხლე გაუთმოთ ერთმანეთს და მიშრება ყელი ვაჩუქოთ ერთმანეთს დიდები ვაჩუქოთ ერთმანეთს ცრემლი გაუღოთ ერთმანეთს უკლებლი ჩავჭიდოთ ერთმანეთს
ვაჩუქოთ ერთმანეთს ხაფრები ვაჩუქოთ ერთმანეთს აი ხაც ისა ხო კეთეთი ტანში გზარავს ხო ეს კლიპი ჩვენი უდიდესი ტკივილია და ამავდროულად ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი ისტორია ჩვენი მომდევნო სტუმარი უნდა წარმოგიდგინოთ ამ ქალბატონს თქვენი იცნობთ თან ძალიან კარგად იცნობთ ის ძალიან ხშირად არის ტელეეკრანზე ოღონდ სულ სხვა თემაზე საუბრობს ამჯერად ის გვეწვია სტუმრად როგორც 9 აპრილის მონაწილე ადამიანი რომელიც კონკრეტულად ამ დღეს იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე და მის თანატოლებთან ერთად ჩვენი ქვეყნის ისტორიას წერდა მე წარმოვადგენ თუ შეიძლება ანა მიქადაჩიკვაიძე საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი გამარჯობა თემშვიდობის მე ყველე თუმცა დღეს სულ სხვა თემაზე უნდა ვისაუბროთ 9 აპრილია თქვენ იმ კონკრეტულ თარიღში 9 აპრილს რუსთაველზე იმყოფებოდით აი პირველი როდესაც გაგონდებათ 9 აპრილი აი რა ემოცია მოდის რა მოგიტივტივდებათ თავში რა განწყობა ეს მადლობა მოწვევისთვის 9 აპრილამდე უკაცრავად ეს პროცესი დიდხანს გრძელდებოდა ხო თვეების შემთხვევით არავინ არ ხდებოდა მე ნოემბრის აქციის ვარ აპრილის აქციის მონაწილეც ვარ და ზოგადად ჩემი თაობა ზუსტად ჩემი თაობა 61-იანები აი ვინც 78-ში დაამთავრა 80-იანი წლებში გადავიდა როცა უკვე საბჭოთა კავშირი შესუსტებული იყო დისიდენტური მოძრაობა ძლიერდებოდა ამას წინ უძღოდა ენის დღე თუ გახსოვთ თქვენ და ენის დღეზე მე მახსოვს მცხეთაში რომ ვიყავით ცხოველში, მაშინ ძალიან პატარა ვიყავ შედარებით ვიდრე 9 აპრილს და ისე მოხდა რომ პროკლამაციები ჩამიდო ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ჩანთაში და ახალგაზრდა კაცმა დაინახა რომ არჩევანს იცოდა რა მოხდებოდა მომკიდა ხელი მოდი წავიდეთ ახლა ჩვენ აქედან და ფეხი წამომეყვანა მცხეთიდან თბილისში და იმ დღეს ყველა დაიჭირეს და ნუ ცხადია მეც მოხვდებოდი დაჭერილთა სიაში და თან ჩანთაში მედო პროკლამაციები იგივე პოლიტიკოსი სხვათა შორის 9 აპრილს ძალიან გაჯიუტდა და ნუ მოხდა ის რაც მოხდა და ეს ყველას თავისი ჯვარი აქვს და ყველას თავისი ტვირთი აქვს ჩემთვის 9 აპრილი არის და მით უფრო როცა ამის მონაწილე ხარ მე მართლა არასდროს არ თქვამს რომ 9 აპრილის აქციაში არც სტატუსი დამეწერია არაცოც არც ერთ სოციალურ ქსელში რომელიც Facebook-ამდეც იყო არ მithქვამს არ მომიყოლია იმიტომ რომ ეს ხოთა შორის ეს გამახსენდა არც მე არასდროს არ მithქვამს იმიტომ რომ ეს ტკივილთან ერთად არის უზარმაზარი პასუხებლობა და შენი პირადი ისტორიაა და შენი პირადი რაღაცა პატარა გმირობის ნაწილიც კი აი თია ხამსურაძე მინდა ვთქვა ეს ზაზა კოლილიშვილმა გამომიგზავნა ეს ფოტო ყობა წაკაძე ჩემი მეგობარია ყობა წაკაძის სურათებში იპოვა და გოგო ეს შენ არა ხარ მითხრა და ხო მეთქი მე ვარ თქო და
ეგრევე გიცანდა, ვერც ვერავინ ვერ მიცნობდა, იმიტომ რომ იქვე როცა ვიყავი, ყველას ეგონა რომ 14-15 წლის ბავშვი ვარ, იმიტომ რომ ასაკი არ მეტყობოდა და სულ მეუბნებო წადი სახში შვილო, ასე არ შეიძლება, შენ გავიგებთ ვინ არის შენი დედა, შენი მამა, მე შვილი მყავს 6 წლის, არ ვარ 14-ის, 25 წლის ვარ. 25 წლის ვიყავი თან მასწავლებლობდი სამედიცინო ინსტიტუტში, მოსამზადებელ კურსებზე ვასწავლედი ქართულს, ყავდა აბიტურიენტები და ჩემი კოლეგა მასწავლებლები ეს როცა ჩავატარებდით გაკვეთილებს, მე მოვდიოდით ჩვეულებრივად სამსახურივით, მე ვრჩებოდი ღამე და ისინი ხა ჩემზე ცოტა უფროსები იყვნენ ასაკით, მაგრამ მთელი გუნდი მოვდიოდით და გვიან საღამომდე ისინი იყვნენ აქციაზე და შემდეგ უკვე მე ვრჩებოდი და რადგან მართლა ყოველას პატარა ვეგონე, თუ კი რაიმე გადასაფარებელი იყო, ყველაფერს მემახარებდნენ. ეს იყო აი ზრუნველობის, ყველა აცნობიერებდა, მართალი არავინ არ ელოდა იმას, რაც შემდეგ მოხდა დღის ბოლოს. მაგრამ ყველა აცნობიერებდა იმას, რომ ისტორიას წერდნენ, ადამიანები წერდნენ ისტორიას. პოლიტიკოსებიც მათ შორის თავისთავად ცხადია, ყველა ადამიანი და კი, და ყველაზე საინტერესოა თქვენ სანამ ეთერში შემოვიდოდით ბრძანეთ ესეთი რაღაცა და თუ რომ რაღაც ესეთი ერთიანობები იშვიათად ახსოვს ჩვენს თაობას, შეიძლება 100,000 მოწამეს ახსოვდა და ეს ისტორია და ასეთი ლეგენდები რასაკვირველია კვებავს ჩვენს ისტორიას და ხშირად ვამბობ ამას სამწუხაროდ მე მარტო ყველაზე ვლაპარაკობ, მხოლოდ ხანდახან პოლიტიკაზე ვლაპარაკებენ, მაგრამ ამ თემაზე არასოდეს მისაუბრია ქართული ერის ჩვენი კულტურის ისტორიაზე და ჩვენ რაც შეგვემთხვა საუკუნეების მანძილზე, არსებობის მანძილზე, სულ მგონია რადგანაც მე მეყოლე ვარ და ვიპოვე 80 საუკუნის ყოვლის ჭურჭელი, იქიდან მოვდივართ და ამიტომ აი ჩემი სამეურნეო კულტურის კვლევაც კი ქართული ასე ვთქვათ ისტორიის დიდი ნაწილია და ნახეთ როგორი რაღაც არის ერთ-ერთს კი არა, ერთ-100 ეყოფა ისტორია თუნდაც ერთი მაგალითი, თუნდაც 9 აპრილი. იმიტომ რომ არიან ერები, ახლა მაგალითად ჩეხეთში მუშაობ ძალიან ხშირად და ისეთი უნიკალური ერია ჩეხეთი, რომ ერთი შენობაც კი არ დანგრეულა საუკუნების მანძილზე. მე თვითონ როცა ჩავდივარ, იქ ცხოვრობ მე-13 საუკუნის პანსიონატში, ამდენად შენახულია მთელი არქიტექტურა, ისტორია და ჩვენ სახლიც კი არ შეგვჭა იმდენი ნგრევა და იმდენი უბედურება გამოვიარეთ. 9 აპრილი იყო სახელმწიფოს გადარჩენა არ გადარჩენის თემა. თუ მე მახსოვს ესეთი ბავშვობაში გამიგია ესეთი კომუნისტების ფრაზები, რომ თუ საქართველოში გაატარებ ექსპერიმენტს და თუ საქართველო გადაიტანს ან გადაყლაპავს ამ ზეწოლას, მაშინ დანარჩენებს არც ვკითხოთ. ზუსტად ეს მოხდა. ანუ ეგონათ რომ ჩვენ თუ დაგვაჩოქებდნენ და სხვათა შორის აზერბაიჯანსაც, აზერბაიჯანი და ერთნაირად დაგვსაჯეს აზერკავკასიის ეს ორი ძალიან ამაყი და ძალიან თავისთავადი ხალხი სამაგალითოდ დაგვსაჯეს და დანარჩენი კი განსაკუთრებით საქართველო და აზერბაიჯანი. ყველაზე დიდი შეცდომა როგორ ფიქრობთ? რა იყო მაშინ დაშვებული და ყველაზე სწორი ნაბიჯი? ხალხის ერთიანობა იყო თავისთავად სწორი და რასაკვირველია კომუნისტების დამოკიდებულება ისეთი იყო როგორიც იყო. როცა არ იყო კეთი არის ტელეფონები, ესეთი კომუნიკაციის საშუალება არ იყო. აი როგორ იყო რომ ყველა თაობის ხო იქ ასაკოვანიც, ახალგაზრდაც 14 წლის ვეგონეო, ანუ იყო ესეთი ფაქტებიც რომ 14 წლის კი, რასაკვირველია იყო. მე მაგალითად ვიყავი 12 წლის, ცხოვრობდი რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე. დედასთან ერთად ყოველ საღამოს დავდიოდი ჩვენ მიტინგზე, უბრალოდ იმ საღამოს არ ვიყავი და მახსოვს რომ ღამის 4 საათზე, ზუსტად 9 აპრილს გაგვაღვიძა აი ამ საზარელმა ხმამ, ქალების კივილმა, ტანკების ხმა და ხალხი დომოფონზე რეკავდა ჩვენთან სადარბაზოში რომ კარი გაგვეღო და თავი შეეფარებინა ჩვენი. კი ბატონო, თამონაჭველიც ხომ კლასელი ბავშვი იყო. თქვენ ხშირად ხდებით ბავშვებს, აი იმ თაობას, ვინც არ მოსწრებია 9 აპრილს, ვინც მხოლოდ ეს ყველაფერი წიგნიდან და ფილმიდან იცის, აი როგორ გინდათ რომ მიაწოდოთ ეს ინფორმაცია? რა გინდათ? ერთხელ სიუჟეტი გავიდა და 9 აპრილი ვერ ახსნეს რესპონდენტებმა, ახალგაზრდებმა მათ შორის და ასე ძალიან არაფერი არ მტკენია სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ რომ აი ახლა გვაქვს ეს საშუალება პირდაპირ ეთერში ვარ ჩვენ უამრავ მე მგონია რომ ეს არის მშობლების დანაშაული, იმიტომ რომ ჩემი შვილი, ახლა ჩემი შვილი მაშინ 6 წლის იყო და დღესაც ზეპირად იცის ეს ტრაგედია და პატარა რო იყო რაღაც სამხედროების იმას ჩაუვარეთ დასახლებასავით იყო რაღაცა ჯარისკაცები იყვნენ, რუსი ჯარისკაცები ჯერ კიდევ აქ იყვნენ და დააწვა ესე ასვალზე, დაიჭირა ხელი თოფივით და რუსებო დამპლებო წადი 9 აპრილი
ასე იძახდა 9 აპრილი წადით. ანუ ეს არის აი სახელმძღვანელო ისტორიის მე თუ მკითხავთ მე-20 საუკუნის სახელმძღვანელო უნდა იწყებოდეს 9 აპრილით და ძალიან ვრცელი თავები უნდა ეძოს. თითოეული ადამიანის, თითოეული გარდაცვლილის ბიოგრაფია უნდა იყოს წარმოდგენილი, ფილმები უნდა გადიოდეს ხშირად და უნდა ამ გმირობაზე, ეს გმირობა იყო, ეს მსხვერპლი იყო, რასაკვირველია და ეს იყო ფაქტობრივად ბოლო გალაწუნება სახეში საბჭოთა კავშირისადმი და საბჭოთა კავშირი ფაქტობრივად 9 აპრილიდან დაიშალა. მე თუ მკითხავთ, უფრო ადრე ქონდა ფესვები და ჩვენ ვიცით ახლა იქ რეიგანების ჯამბები ასაკურელი, მაგრამ ის როდესაც ხედავ, რომ ერშეულია ამ საუკუნეში ასეთ საშიში იმპერიასთან, როგორიც არის დღეს რუსული იმპერია და მაშინ საბჭოთა იმპერია, მსხვერპლის გაღება როცა შეუძლია ერს, იქ პერი იხევს უკან. ეს არსებობს ნამდვილად და ეს მსხვერპლი ჩვენ გავიღეთ, მე მგონი დანარჩენი 14 რესპუბლიკისათვისაც კი. რა ვისწავლეთ და რა არ ვისწავლეთ აი ამ წლების განმავლობაში 39 წელი. სამწუხაროდ ბევრი ვერაფერი ვერ ვისწავლეთ როგორც ჩანს, იმიტომ რომ ფასეულობები არის სხვანაირად წარმოდგენილი. ის რომ ეს სიტყვაზე მე მაინც არ ვარ აღფრთოვანებული იმით, რაც დღეს ხდება, ასე დაპირისპირება თორე ახლა ყოველას თავისი სიმართლე და არასოდეს არ ვიტყვი, რომ იქ მდგომი ადამიანები ორაცუდები არიან, ან მე რა კარგი ვარ, რადგან იქ არ დგავარ და არ ზავდგები, მაგრამ ნახეთ როგორი რაღაცა არის ეს დაპირისპირება. მაშინაც შეიძლება ყოფილიყო ასეთი დაპირისპირება და მე არ მყარებოდა კომუნისტი, ხა მე დისიდენტი ვიყავი ბავშვობიდან და ბუნებრივია არავითარი სიყვარული კომუნისტების მიმართ არ მქონდა და ეს ყველაფერზე მეტყობოდა, დემონსტრაციებს არ ვესწრებოდი, პარადებზე არ გავდიოდი, ერთხელ კინაღამ გამრიცხეს, ერთხელ სტიპენდია მომიხსნეს, ანუ ესეთი ვიყავი, მაგრამ მე არ მახსოვს, რომ ჩემი კურსელისთვის მე აკადრებინოს, რომ აი შენ დადიხარ იქ პარადზე და მე რო არ დავდივარ, მე შენზე მაგარი ვარ. არასდროს არ ვეტყვი ამას, ყველას მართლა თავისი ჯვარი აქვს და ყველას თავისი ტვირთი აქვს. ყველას თავისებურად უყვარს ეს ქვეყანა. ამიტომ ის რაც დღეს ხდება, სულ მინდა რომ გადავახედო იქით 9 აპრილისკენ, სულ მინდა რომ გადავახედო იმ წლებში, როცა იყო გარკვეული სითბო და ერთიანობა და რაც დავკარგეთ ყველაზე მნიშვნელოვანი ერთმანეთის დანდობა. აი ეს არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან პატარა ერი ვართ. მე მჭირს ესეთი ჰიპერბოლიზებული ეს დღეს დილას ეთერშიც მომიწია სხვაგან ამის თქმა, მე არ შემიძლია საზღვარგარეთ ცხოვრება. ძალიან დიდი შანსი მაქვს, კარგი მეყოლე დავდექი. ძველი ქართული ლიტერატურიდან უცებ ესეთი მეყოლე დავდექი და ხშირად მიწევს უცხოეთში მუშაობა ყოფნა, ვასწავლი ქართულ ყოლს, სადაც ეს ჭირდებათ, იმიტომ რომ ხა ხაჭაპურის თემამ ძალიან მოიცვა მსოფლიო და უნდათ ქართულ ყოლთან ურთიერთობა. მე სამ თვეზე მეტი ვერსად ვერ ვჩერდები, იმიტომ რომ ქართული ლაპარაკი რომ არ მესმის, ფიზიოლოგიურად ხდები ცუდად. როდესაც ასეთი სიყვარული ჩვენ გვაქვს, ერთადერთი ერი ვართ, როგორც მითხრა ერთმა ექიმმა, ვინც ნოსტალგიის გამო ნაღულის ანთებით კვდება. ანუ არ შეუძლია სხვაგან ყოფნა. იშვიათად რომ კარგ, სადაც არ უნდა იყოს ქართველი, ყველგან ენატრება თავის ქვეყანა. მე სხვა მეორე ასეთი ერი არ შემხვედრია, თუმცა 26 ქვეყანა მაქვს ნანახი და ვერ ვიტყვი რომ არ ვიცი როგორ ცხოვრობენ დანარჩენიერები, ძალიან კარგად ვიცი როგორ ცხოვრობენ და მშვენივრად გრძნობენ თავს ადაპტირებულად. სხვა ქართველს ეს ადაპტაცია არ შეუძლია, იმიტომ რომ სულ თავისი ქვეყანა შეხედეთ სოციალურ ქსელს, ემიგრანტები ისე ცხოვრობენ და ისე მსჯელობენ და ისე ლაპარაკობენ, თითქოს აქ არიან და ყველაფერი თავის ზურგზე და თავის კანზე გადააქვთ. ამიტომ ერთადერთი ამ თქვენი კითხვის პასუხად კიდევ გავიმეორებ იმას, რომ ჩვენ დავკარგეთ ყველაზე მთავარი, ერთმანეთის ნდობა და პატივისცემა. ამის გარეშე არც ერთი ქვეყანა არ გადარჩება, არ აშენდება. ნგრევა, სიძულვილი ქვეყანას არ აშენებს, ქვეყანას აშენებს ძალიან ბანალური შეიძლება იყოს ეს ჭეშმარიტება, მაგრამ სიყვარული. ხალხთან პატრიარქის სიტყვები გავიხსენოთ, ის ამბობდა, მაშინ მოუწოდებდა დამცირ საზოგადოებას, რომ 100 მეტრით გადაენაცვლათ. საშიშროება ახლოს არის, ყველას გვახსოვს ეს სიტყვები. აი, ჩვენ კადრის მიღმაც საუბრობდით. როგორ ფიქრობთ, რომ დაეჯერებინეთ მომიტინგეებს და გადასულიყვნენ ქაშვეთის ტაძარში სალოცველად? აი, იცით რა არის ახლა პატრიარქის კადრები გადიოდა ეთერში და დღესდილას უკვე ვიტირე ეთერში და მე შევიკავებ თავს. ნახეთ როგორი რაღაცა არის. არავინ არ იცის კომუნისტებს თავში რა ქონდათ და ეს გადაწყვეტი გადავინაცვლებდით და მაშინ გვარტყამდნენ თუ ეკლესიაში სულაც ამოხოთ. არავინ არ იცის, იმიტომ რომ
умомраси не понять მაგას ვერ გაიგებ რა აქ თავში რუს ვერაზროს ვერც მაშინ ვერც ახლა თუმცა კარგი რო არ ქონდეთ ფაქტია, იმიტომ რომ შეიარაღებულები იყვნენ, ავტომატები. მილაბამდე შეიარაღებულები იყვნენ. ნიჩვებით. ეს იყო ჩვეულებრივი სპეცრაზმი, რომელიც იყო გაწვრთნილი სიკვდილზე. ანუ მათ ჰქონდათ დავალება, რომ უნდა გაეჩეხათ თავები და სხვათა შორის აი გავეშებულები ქალებს მოსდევდნენ, ხო, მარტო ქალებს მოსდევდნენ, რომ ეს მსხვერპლები იყო მწარე ყოფილიყო მსხვერპლი და შეგვშინებოდა და ასე რატომ მოხდა? ქალები წინა პლანზე იყვნენ თუ არა, ასე არ იყო. თქვენ ვერ დაძდევდნენ. გამორჩევით დაძდევდნენ გოგონებს, რომ მსხვერპლი იმდენად მწარე ყოფილიყო, შეშინებოდა ხვალ მომიტინგეს და არ გამოსულიყო, დედას არ გამოეშვა, მამას არ გამოეშვა, ძმას არ გამოეშვა, ეს გამიზნულად იყო ასე იყო. აი რაც შეეხება იმას პატრიარქის მოწოდებისთვის მაშინ დაგვეჯერებინა, მაშინ აი თქვენს გაიხსენეთ დათო რომ არა ყველოდა მთელი ეს მონაწილეები, მომიტინგეები და პოლიტიკოსები გაიყურსნენ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს იყო მათი ჯვარი. მთელი ცხოვრება ეს ჯვარი მათ უნდა ზიდონ, იმიტომ რომ შეიძლებოდა რომ მოეწოდებინათ ხომ კარგი დავიშალოთ, იმიტომ რომ გველოდება საშიშროება და ამას რომ მოყოლოდა პერმანენტული მოწოდება და მართლა ეკლესიაში გადაენა. შეიძლებოდა ამ ხელამ მსხვერპლი არ ყოფილიყო, ან იმათ შეეკავებინათ, ან არა. არავინ იცის დღეს ასე, მაგრამ მე მაინც მგონია, ბედის წერა არის ისეთი რაღაცა, რომ ეს მსხვერპლი მეცაც გეტყვით, როდესაც მსხვერპლი გაირკვა და ერთი და იგი ამბავს ვერ მოუყვები რასაკვირველია, ვერ გავიმეორებ სხვა ეთერში ნათქვამს თქვენთან, მაგრამ მე მაგალითად ვიტყვი იმას, რომ მე მერჩივნე იქ მომკვდარიყავი. მაშინ ცოცხლად დარჩენა უფრო ძიმე იყო, ვიდრე ის რაც რა მსხვერპლიც გაიღო მაგალითად თამრაჭოვილიძემ და სხვებმა. მან სიკვდილი იყო ფაქტობრივად ბედნიერება. მე ესე მგონია დღესაც, მაშინაც ასე მეგონა, მეორე დღესაც ასე მეგონა. იქ ალბათ ყველა ჩვენთაგან ისე ვიყავით, ისეთი ანთებული სახეები. ერთხელ გეძლევა, აი ხომ არის ხო ისტორიას კითხულობდა, ვიღაცის გმირობას რო კითხულობდა, გულში რო გშურს და გონია, რომ აი ხა მე როგორი ვიქნებოდი მის როლში. აი ეს შანსი მოგოცა მაშინ ყველას, აბსოლუტურად ყველას, მე არ ვიყავი მაშინ თავისთავად, არავინ არ ვიყავით გამონაკლისი. მაშინ სიკვდილი იყო ბედნიერება. იმიტომ რომ ეს იყო შენი სამშობლოსთვის გაღებული მსხვერპლი და შეგიწირავა და უფალი ამას. ჩვენი ქვეყნის ისტორია ასეთია, ჩვენ 2-9 აპრილი გვაქვს. 1989 წლის 9 აპრილი და ზუსტად 2 წლის თავზე 1991 წლის 9 აპრილი. ნუ ბევრი თვლის უკვე მოგვიანებით, რომ ძალიან ნაადრევი იყო მეორე 9 აპრილი 91 წლის 9 აპრილი. არ უნდა ყოფილიყო. გულისხმობ და ამან ძალიან გააბრაზა რუსეთი და შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა, ჩვენი ტერიტორიული თვლიანობის დარღვევა. აი თქვენი დამოკიდებულება. ხო, მე მგონია რომ ესე დაპარალელება ახლა ჩვენ შეიძლება ხუმრობთ ხოლმე ორი ახალი წელი, ორი შობა, ორი ყველა ორი გიორგობა. იყოს რა ხანასე ორი გვიყვარს ყველაფერი ყოფილიყო ეს 9 აპრილი, მაგრამ ის 9 აპრილი, 99 წლის 9 აპრილი იყო ისტორიის უცვლელი ნაწილი და ფაქტობრივად თავისი შინაარსით და თავისი მნიშვნელობით გაუტოლდა ყველა ჩვენს გმირულ მონაკვეთს ჩვენი ისტორიის. და ბოლოსკენ აი დამახინჯებული თქვენ ბრძანეთ რომ აი ერთხელ მოვისმინეთ თუ მე მგონი ფილმი ვნახეთო რომ არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ ახალგაზრდებს მიწოდებული აი დამახინჯებული ინფორმაცია რომ არ მივაწოდოთ ახალ თაობას აი სწორხაზოვნად რომ ჩამოგვიყალიბოთ რა არის 9 აპრილი რა უნდა ვიცოდეთ და რა უნდა გვახსოვდეს ყოველთვის 9 აპრილი არის საერთოდ უკვე რამდენჯერმე გავიმეორე ეს არის თავდადება ეს არის სამშობლოსათვის მსხვერპლის გაღება და ბრძოლა ხილულ მტერთან ეს იყო ძალიან მარტივი სქემა და ძალიან მარტივი ფორმულა არაფერი ასე ვთქვათ საორჭოფო და სათუო აქ არ არის ცალსახად ღიად რუსეთმა გადაწყვიტა თავისი ასე ვთქვათ წევრი რესპუბლიკის დასჯა, იმიტომ ეს წევრი რესპუბლიკა უკვე დიდი ხანია აპირებდა მისი კლანჭებიდან თავის დახსნას. ასე რომ ასევე უნდა ისწავლებოდეს, ასევე უნდა გადაიცემოდეს და მეცაც გეტყვით, აი კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სახელმწიფო უნდა იწყებოდეს მე-20 საუკუნის ისტორია 9 აპრილით უნდა იწყებოდეს. ჩვენ არ ვართ სამამულო ომის ისტორიის გამზიარებლები, იმას თავისი ფრაგმენტული ნაწილი აქვს, ხერხი არანაკლები გაიღო საქართველოს მაშინაც იგივე ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ, მაგრამ ეს არ იყო ჩვენი ისტორია. ეს იყო საბჭოთა კავშირის ისტორია. ჩვენ გერმანია თავს არ დაგვსხმია და ეს ხა თავს საბჭოთა კავშირს, რომლის ჩვენი ავეთობის გამო ჩვენ ვიყავით საბჭოთა კავშირის ნაწილი. 9 აპრილი არის ჩვენი ისტორია, ქართული ისტორია, რომელიც სისხლით დაიწერა.
დიდი მადლობა ასეთი საინტერესო საუბრისთვის კალბატონო ანა. მადლობა თქვენ რომ კიდევ ერთხელ ეძლევა შანსი ადამიანებს გაიხსენო და კიდევ ერთხელ თაობას გადასცენეს ისტორია და რა ვიცი ალბათ არაერთი გადაცემა უნდა მიეძღვნას ამას და ფილმები უნდა ვაჩვენოთ ძალიან ხშირად. მადლობა. კეთი დღევანდელი დღე მძიმეა, ტრაგიკული ჩვენი ქვეყნისთვის. თუმცა მე მაინც მინდა ასე ვთქვათ უთხრა ჩვენს მაყურებელს რომ გამოვაცხადო პატარა თეატრალური თემა ასე ვთქვათ მოძრაობის თეატრში 7, 9 და 14 აპრილს მოძრაობის თეატრი წარმოადგენს სპექტაკლს ქალი ქვიშაში აბეკობოს ფილოსოფიური ხედვა და ინოვაციური დადგმა თარგმნა გელოვანი პრემიერას დაესწრო და დეტალები მისი სიუჟეტიდან შევიტყობთ. კი ბატონო. 7 აპრილს მოძრაობის თეატრის სცენაზე კობუაფეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სიმბოლური ნაწარმოები ქალი ქვიშაში გააცოცხლეს. გიორგი ცერცვაძის პერსონაჟი რომანის მთავარი გმირი და მწერების მკვლევარი შემთხვევით ქვიშის უდაბურ სოფელში აღმოჩნდა. სწორედ აქედან დაიწყო განმეორებადი სავალდებულო შრომა, პროცესი, რომელიც თითქოს არაფერს ცვლის და ერთი შეხედვით მიზანს მოკლებულია. ქალი ქვიშაში არის სინთეზური ნაწარმოები, რომელიც მოიცავს ციფრული ტექნოლოგიების შერწყმას თეატრის კლასიკურ ფორმებთან და მათ შორის მოძრაობასთან და ასევე ამ ნამუშევარში არის ვერბალური ნაწილიც. თუმცა მინიმალურ დონეზე. ფორმები თვალის გუგებზე არის. ესეთი ქვიშის ნაკადები მარხავენ და ჩანხავენ ამავე ხალათებსა და ძირითადად სიუჟეტი მიყვება კობუაფეს ნაწარმოებს. ჩვენი მთავარი სათქმელი იყო ის, რომ ეს არის შეგუების თემაზე, რომ შეგუება არის ადამიანის შინაგანი პროცესი და ეს არის რაღაც მის ცნობიერებაში ხდება ეს პროცესი და ეგუები მაშინ როცა შენ თანხმდები იმ გარემო პირობებს, რომელიც შენ გარშემოა. ეს მარტო შენ შეგიძლია გადაწყვეტო და ეს სპექტაკლიც არის იმ პროცესზე, რა პროცესას ჩვენ გავდივართ შეგუებამდე. ეგამდე აქ ვერდავჭი. მთავარი პერსონაჟის შეხვედრა ქვიშის ორმოში მცხოვრებ ქალთან რეალობასთან შეჯახებას ჰგავს, რაც მტკივნეულია კაცისთვის, რომლის მთავარი მისია ამ მოგზაურობაში მწერების შეგროვება იყო. ეს არის იმ ქაოსზე, რომლისგანაც გარბის პერსონაჟი პოულობს რაღაც ადგილს, თავიდან თავს კარგად გზნობს, თუმცა მე სხვა რაღაცები იწყება და იქიდან გამოღწევა უნდა და მიზეზი რის გამოც ვერ გამოაღწია მან იქიდან ისე მასში უნდა მოვწევროთ. და შესაბამისად ჩვენ მოვარგეთ, ანუ ეს ნაწარმოები არის აბსურდი ზოგადად ეძახდნენ კობუაფეს იაპონელ ფრანც კაფკას და ძალიან გავსმას. ეს ნაწარმოებიც არის რაღაც აბსურდის ჟანრში დაწერილი და ჩვენ ვეცადეთ გაგვეხატა სცენიური და ქონოდა რაღაც კლასიკური განვითარების ეტაპები ამ ნაწარმოებს და პატარა დეტალები შევცვალეთ. ოღონდ შევცვალეთ უფრო იქიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ ხედავდით ამ ნაწარმოებში, იმიტომ რომ ჩემ აზრით ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად იგებს ამას. მოძრაობა როგორც გრძნობების არავერბალური გამოხატვის ფორმა, სპექტაკლის მსვლელობას განსაკუთრებულ გამომსახველობას სცენს. არ ველოდებოდი თუ ამ პერიოდში, ანუ გულისხმობ ასაკს, მომიწევდა ისეთი სირთულეების გადალახვა, როგორიც მოძრაობა და როგორიც დრამატურგია, მოძრაობა, ეფექტები, ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცები ერთმანეთში ეჯახა და ჩემი აზრით ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც დავგეგმეთ. ხო, მოძრაობის თეატრს მოძრაობა უხდება. ყველაზე უარესია, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ. ამოიფიქრა გამაგებინეთ, რა ხდება, რა შეიძლება. ალბათ უკვე თავადაც მიხვდეთ. რას მიხვდით, რას? ვიფიქრე უკვე თავადაც მიხვდეთ. რას უნდა მივხვდეთ, როცა ხმას არ იგებთ?
ამ თეატრში პირველად მიწევს მუშაობა. საკმაოდ საინტერესოა, ვინაიდან მე დრამატული თეატრის მსახიობი ვარ, რა თქმა უნდა რაღაც პლასტიკა მაქვს, თუმცა ეს თეატრი კიდე განსაკუთრებულ ფიზიკურ მონაცემებს მოითხოვს და ორივე მსახიობისთვის იყო საკმაოდ რთულიც და საინტერესო ჩვენი სხეულების შესწავლა, იმიტომ რომ გაერთიანებულია ეს სპექტაკლის სხეული, ტექსტი და ყველაფერი ერთად არის მოცული. ასეთი სიცხის დროს შეიძლება მთლიანად ქვიშის გამონაყარით დაიფარო. ტყვეობა, უსასრულო შრომა, უიმედობა, შეგუება და ქვიშა, როგორც დროის განუწყვეტელი ცვლისა და იმ ძალის სიმბოლო, რომლის კონტროლიც ადამიანს არ შეუძლია. იმდენად აბსურდულია, რომ ეს აბსურდი და რეალობა იმდენად აი ზუსტად მაგაზია, ეს ორი ადამიანი ზუსტად ერთი აბსურდი და ერთი რეალობა ხდება ერთმანეთს. და ზუსტად ეს არის ჩვენთვის საინტერესო, ჩემთვისაც და საერთოდ რომ აი ამ ორი რამე შეჯახება და აქ ჩვენს დღევანდელ სპექტაკლში იმდენი აბსურდი და იმდენი რეალობა ეჯახება ერთმანეთს, რომ საინტერესოა, ძალიან საინტერესოა. სპექტაკლს განსაკუთრებულ მრავალფეროვნებას ციფრული მექანიზმებით სცენს, ანიმაციების სცენაზე ქმედითი სისტემის ნაწილად იქცევა და მსახიობებთან ერთად ერთიან მხატვრულ სივრცეს ქმნის. უნდა გავძლიერ. უნდა შევეკვეს მუშაობას გავძლიერ. სპექტაკლი ჩვენს რეალობაზეა, სამყაროზე, სადაც სხეულები და სისტემები ერთმანეთთან არის გადახლართული. ფაქტის სახეზეა მოძრაობის თეატრს, მოძრაობა ნამდვილად ხდება. ჩვენი გადაცემა ამით დასრულდა, ასეთი იყო დღე პირველ არხზე, ჩვენ საუკეთესო სრულებით გემშვიდობებით და წინასწარ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ნახვამდის, კარგად ბრძანებოდეთ.